მოგესალმებით დილამშვიდობის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ჩვენ გავხდით ლატვიაში და ესტონეთში, შემდეგ მე ასევე ვიყავი ნორვეგიაში, სადაც დავესწარი ჩვენი პარტნიორი პარტიის ყრილობას და იქაც გავმართე პოლიტიკური შეხვედრები. სამივე სახელმწიფოში ჰქონდა შეხვედრები საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროების შესაბამისი დირექტორატების ხელმძღვანელებთან, დირექტორებთან, ანუ იმ ადამიანებთან, ვინც იღებენ გადაწყვეტილებებს ამ თუ იმ რეგიონის და სახელმწიფოს შესახებ. ჩვენი მთავარი გზავნილი უპირველეს ყოვლისა არის ის, რომ საქართველოს ხალხს იმ ადამიანებს, ვინც იბრძვიან დემოკრატიისთვის და არჩევნებისთვის, სჭირდება მუდმივი თანადგომა. ჩვენ ახლა ამას ვხედავთ სწორედ ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვას და არაერთი ძალიან ახლო პარტნიორი სახელმწიფოსგან, მაგრამ ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია მათთან მუშაობა, იმისთვის რომ ერთი მხრივ შენარჩუნდეს ეს მხარდაჭერა, რომელიც გააჩნია ჩვენს დემოკრატიულ პროტესტს და მე ვფიქრობ ერის ბრძოლას მომავლისთვის, თუმცა ნაკლებად დღეს არ ხდება, დღეს ერის ფხიზელი ნაწილი, ანუ უმრავლესობა იბრძვის მომავლისთვის და იბრძვის ქართული სახელმწიფოსთვის, იმიტომ თუ პროცესები გაგრძელდა ისე როგორც ქართულ ოცნებას სურს, არაფერი ქართული აღარ არსებობს, არც ქართული სახელმწიფო, არც ქართული საგარეო პოლიტიკა, რომელიც უკვე აღარ არსებობს ფაქტობრივად ამ მომენტისთვის დროებით და არც ქართული მომავალი. აქ იმაზე კი აღარ არის საუბარი რუსეთი თუ დასავლეთი. აქ საუბარია საქართველოს ერევა თუ არა საერთოდ რომელიმე განტოლებაში, იმიტომ რომ რაც ქართულ ოცნებას სურს, და ამას მე ხო არ ვამბობ, შევხედოთ პრაქტიკას. რაც ქართულ ოცნებას სურს არის ის, რომ საქართველოს გაქრეს, როგორც საკითხი საერთაშორისო თვის წესრიგიდან, როგორც თემა, რომელსაც დიდი სახელმწიფოები ამსჯელობენ და ჩაბარდეს, დიახ, ჩაბარდეს სრულად და ერთმნიშვნელოვნად რუსეთის რეჟიმს. ამის წინააღმდეგ მუშაობთ, ისე როგორც სანქციების შენარჩუნების მიზნით ბუნებრივია და ჩვენ იქ ვიყავით, ამასაც დავამატებ, სწორედ მაშინ გამოსცა ამ შემთხვევაში ეს დამთხევა ბუნებრივია. იქ ყოფნასაც არ არის საჭირო, რომ იმუშაო იმაზე, რომ კონკრეტული ბოროტმოქმედი პირები და არა სახელმწიფო, კონკრეტული პირები, ვინც ჩადიან დანაშაულებს საკუთარი ერის წინააღმდეგ, რომ ესენი იყვნენ თქო კაცის აი ბატონ გრიგოლ, ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის ქმედებების უკან თქვენ იცით, რომ ქართული ოცნება deep state-ს და მათ გავლენას ხედავს მართლ პარტიაში რამდენიმე დღის წინაც ითქვა ასეთი რამ, ადრე რაც USAID-ის, NED-ის და მსგავსი ორგანიზაციების ხელით კეთდებოდა, ახლა უკვე გადანაწილებულია ევროპის სხვადასხვა დედაქალაქზე, ბალტიის ქვეყნებს კი ამ ჩამონათვალში ქართული ოცნება, არ ვიცი, ალბათ პირველ რიგში მოიაზრებს შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს იმასაც, რომ ბალტიის ქვეყნები ცდილობენ საქართველოს ხელისუფლება შეცვალონ. აი რა არის რეალურად მათი მიზანი და რამდენად შეიძლება მართლაც ამ ყველაფრის უკან იდგეს ვინმე არ რამე, მით უფრო რომ ჩვენ სუვერენულ სახელმწიფოებზე ვსაუბრობთ, ხო? ძალიან სასაცილოა ეს ადამიანები, ეს კარიკატურული ადამიანები. უბრალოდ სატირალი რომ არ იყოს, მათ რა ვქონდეთ, ეს გავლენა რომ ეს დღეს სამწუხაროდ ჯერ კიდევ გააჩნიათ, მიტაცებული ძალაუფლების და გამო. მაშინ უბრალოდ გავიცინებდით, მაგრამ როდესაც მილიონობით ქართველის უსაფრთხოება, მშვიდობა, განვითარება და მომავალი აი ამ კლოუნებს აკისრიათ, საქმე არის ცუდად. და ამიტომ ყველა ქართულს მოუწოდებ კიდევ ერთხელ გავაკეთოთ ერთად ყველაფერი იმისთვის, რომ კლოუნების მაგიერ გმართავდეს ადეკვატური ხელისუფლება, რომელიც თქვენს მიერ დასახულ ეროვნულ ინტერესებს უპასუხებს და აღასრულებს. ახლა პაპუაშვილმა რა უნდა აღასრულოს, არც კი უშვებენ ესტონეთში, არც კი უშვებენ ლატვიაში. ანუ იქ სადაც ჩვენ ვიყავით და მუშაობდით იმისთვის, რომ საქართველოს ხალხმა არ დაკარგოს უნიკალური ერთხელ რომ აქვს ისტორიას ეგეთი შანსი, იქ მას არც კი შეუშვებენ სამუშაოდ. რომ შეუშვებენ პრიზას ასე თქვის, მაგრამ აღარც კი უშვებენ საერთოდ ფიზიკურად. მერე USAID-ზე გამახსენდა 11 წელი მე მუშაობდი USAID-ში. მე ერთხელ არ მქონია შეხება USAID-თან მაგალითად და პირდაპირ შევიძლია გითხრათ. ერთხელ არ მქონია შეხება USAID-თან, ან რომელიღაც სხვა მსგავს ორგანიზაციასთან. თვითონ ისინი მუშაობდნენ 11, 12 და 20 წლის განმავლობაში USAID-ში. ანუ რა გამოდის, რომ მათი მთელი შეგნებული კარიერა ყოფილა თურმე deep state-ის სამსახურში გატარებული. და ეხლა გააგრძელეს ბიზნეს deep state-ში მუშაობა. ეს არის სინამდვილე? აი რა სინდისით საუბრობენ USAID-ის რაღაცა ავკარგებს არც კი შევდგა განხილში USAID-ის იმდენი
ძალიან მაგარი საქმეა გაკეთებული ჩვენი მოსახლეობისთვის, ხო? რადგან ევროკავშირის ქვეყნების ესე ვთქვათ პოზიციებზე საუბრობთ, აი ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტმა მიიღო გუშინ რეზოლუცია, რომელშიც გაკეთებულია ჩანაწერი საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების, პოლიტპატიმრების გათავისუფლების და სანქციების სამიზნე პირთა სიის გაზრდის აუცილებლობის თაობაზე. ამ თემასაც დაუთმოთ რამდენიმე წუთი. შეაფასეთ კიდევ ერთი რეზოლუცია კრიტიკული ჩანაწერებით საქართველოს შესახებ და ზოგადად რამდენად მიდის საქმე ქართული ოცნების კიდევ უფრო მეტი მაღალჩინოსნის, მათ შორის პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების და რაც მთავარია იმაზე მკაცრი სანქციების შემოღებისკენ, ვიდრე არის თქვათ სავიზო შეზღუდვა. კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია არის. დავიწყოთ იმით, რომ აქამდე გუშინდლამდე, ვიდრე გამოვიდოდა ეს რეზოლუცია, 12 ევროპულ სახელმწიფოს ჰქონდა ღია მოწოდება გაკეთებული, რომ ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ უნდა ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. შესაბამისად, ჩეხეთი გახდა მე-13 სახელმწიფო ევროპის წიაღიდან, რომელიც ღიად და მკაფიოდ მოუწოდებს ქართული ოცნების რეჟიმს, რომ ჩანიშნულ იქნას ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამავე დროს ჩვენ თუ შევხედავთ ენას, რომელთაც მოუწოდებს ამისაკენ, თუ შევადარებთ იგივე დეკემბერში და იანვარში გაკეთებულ სხვა ევროპულ მოწოდებებს, დავინახავთ ძალიან დიდ სხვაობას ტონის კუთხით და სტილის კუთხით. აქ უკვე საუბარია იმაზე, რომ ერთადერთი გამოსავალი შექმნილი კრიზისიდან არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. აქ უკვე საუბარია იმაზე, რომ სხვა არაფერი აღარ განიხილება და ვეღარ იქნება განხილული, ვინაიდან და რადგანაც სხვა გზა ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების პირობებში ფიზიკურად არ დარჩა. ჩვენ თუ გსურს რომ იყოს პოლიტიკური მშვიდობა, ჩვენ თუ გსურს სისტემა გამართულად მუშაობდეს, თუ გსურს ადეკვატური ხელისუფლება გყავდეს, რომელიც ასახავს ერის ინტერესებს, მაშინ ჩვენ გვჭირდება ახალი ნამდვილად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები. და ეს კიდევ ერთხელ მახსენებს აი deep state-თან დაკავშირებულ ბოდვას. deep state-ს კი არ უნდა, deep state არ არსებობს, ლატვიას კი არ უნდა, ლიტვას ხელისუფლების გამოცვლა, ქართველ ხალხს უნდა ხელისუფლების გამოცვლა და ეს მათ გააკეთეს 26 ოქტომბერს. უბრალოდ 10-მა კაცმა რამდენიმე 1000 რობოკოპით გადაწყვიტა, რომ არა, იცი ეს ადრეა, ჩვენ ვერ წავალთ ძალაუფლებიდან, იმიტომ ძალიან კარგია ძალაუფლებაში ყოფნა. ჩვენ ვიყავით არარაობები, ახლა ვართ მულტიმილიონერები და თავი გონია რა. აი მოდით ახლა 26 აი ამდენად მარტივად ტრაგიკულია სიტუაცია. ბიძინას მიერ მოყვანილმა არარაობებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი რაღაცად იქცნენ, რახან მერსედესები ყავთ და რახან ბანკის ანგარიშზე 6, 7, 8 და კიდევ მეტი ესე იგი ციფრი გამოჩნდა, ჩათვალეს რომ არიან რაღაც. მე მათ მეუბნები, თქვენ ისევ ხართ ნულები და უარესი ნულები, ვიდრე იყავით, იმიტომ რომ თქვენ უღალატებთ თქვენს ერს. ახლა ამას უნდა გაეცეს პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხი. არჩევნებთან დაკავშირებით ჩანაწერი გვხვდება საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაშიც და ერთი კითხვა მოდით ამ თემაზეც დავსვათ. დიახ, ჩეხეთის გარდა ის საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ეროვნულმა ასამბლეამაც დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც უკვე საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ გვხვდება ჩანაწერი. ეროვნული ასამბლეა გმობს ევროკავშირისა და მის სამეზობლოს დემოკრატიულ პროცესებში რუსეთის ჩარევას, კონკრეტულად კი მოლდოვის, საქართველოსა და რუმინეთის არჩევნებში. ნათქვამია რეზოლუციის ერთ-ერთ პუნქტში, რომელიც აი 12 მარტს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ მიიღო. ხა როცა ირაკლი კობახიძეს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების წინ მედიამ დაუსვა კითხვა, ერეოდა თუ არა რუსეთი პროცესებში, კობახიძის პასუხი იყო, რომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს არჩევნებში ჩარევის საჭირო გავლენა არ ჰქონდა. აი რეალურად მართლაც საჭიროება არ ჰქონდა, ამას გულისხმობდა რუსეთს და აი რა ფორმით შეიძლება ჩარეულიყო რუსეთის ფედერაცია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში. კი, პირველში მე მგონია, რომ კობახიძეს თითქმის წამოწდა საჭიროება არ ქონია რუსეთს ჩარევის, იმიტომ რომ თვითონ ახლა რუსეთი წარმოადგენს ხო აგრესიის ინგორყას ქუჩაზე ზის რუსეთის აგენტი ჩვეულებრივად. და ისე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ეგრეთ წოდებული, პარლამენტის თავმჯდომარე ეგრეთ წოდებული და იქ 99 გაურკვეველი ადამიანი რომ ზის და ღალატობს ამ ქვეყანას და თავის შვილებს აქედან დავიწყო და თავისივე მომავალს. რაღაცა ფულის სანაცვლოდ, მაგრამ ეს ამ ტრაგედიას მალე დაესწრო წერტილი. რაც შეეხება საფრანგეთს, ხო, მე ახლა კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რომ ეს თქვენს კითხვას ვუსმენდი. ეს იგი გამოდის, რომ ამ ლოგიკით რაც ქართულოცებას აქვს, ირანის, რუსეთის და ჩინეთის გარდა მთელი მსოფლიო ყოფილა თურმე რაღაცა გაუგებარი deep state-ი, მაშინ, როდესაც შევხედოთ ფაქტებს.
თვითონ კობახიძე გადაწყვეტლებას ვერ იღებს თუ არ გავიდა და თუ არ გარეკა ტელეფონზე. და ამას უკვე იმდენად ღიად შევა, რომ უკვე მედიას გადაღებული აქვს, ხო, როგორ სცემს ბოლთას და უთანხმებს ბატონ ბიძინას რაღაცეებს, ხო? აი ჩვენ ერთ-ერთი ამერიკული სანქციების წინ გვახსოვს, ხო, სწორედ. როდესაც გაისვა, რომ ივანიშვილი მოხვდა ამერიკულ სანქციებში, ჩვენ გვახსოვს კობახიძე როგორ ბოლთას სცემდა რაღაცნაირი კილომეტრი გაიარა შეძრული სახით. რატომ? იმიტომ რომ იქიდან ბიძინა ივანიშვილი ეჩხუბებოდა, ხო? ეს არ არის deep state-ი, ეს არის deep state-ი. deep state-ი არსებობს, საქართველოში არსებობს. მას ქვია ბიძინა ივანიშვილი. არავითარი კონსპიროლოგია დამატებით საჭირო არ არის. deep state-ი არ არის შაიშმალაშვილმა რომ ამხილა რომ არც კი მესამე პირმა გდდ-ში, ხო? მესამე პირმა ამხილა რომ არც კი იცის ვინ არიან ადამიანები, რომელიც ჯინსებში ჩაცმულები მიდიან, რაღაცა ნიღავს ჩამოიცვამენ და დაგზდებენ ქუჩებში. ეგ არ არის მესამე პირმა რო არ იცის გდდ-ში. კაცმა, რომელიც ჩვენს დარბევას გეგმავდა ხოლმე, ხო, თავის დროზე, დავარქვათ სახელი. ის გეგმავდა და იმან არ იცის დღეს ვინ გვარბევს. ხო, წარმოიდგინეთ, ეგ არ არის deep state-ი? ხარება პირდაპირ ურეკავსო ივანიშვილსო, ეგ არ არის deep state-ი? ხარებას და ივანიშვილს შორის არის რამდენიმე ინსტანცია, სულ მინიმუმ ერთი, შინაგან საქმეთა მინისტრი. deep state-ი არ არის ივანიშვილი რო რეკავსო, იმას წყალი შეასხით, ამას გაეკიდეთ. deep state-ი არ არის ეგა? გარდა იმისა, USA-ში თვითონ მუშაობდნენ 12 და 20 წელი. აი ამ სიყალბეზე ვინც არ გასცემს პასუხს, ის თავის თავს სჯის სამუდამოდ სიყალბეში ცხოვრებისთვის და თავის შვილებს და თავის მომავალსაც წირავს. იმისთვის ამ ჭაობში ვიყოთ, სადაც მართლა სული გვეხუთება, არაფერი ეროვნული არ გამოდის, არაფერი ქართული არ გამოდის, მშვიდობისკენ წავედით, თქვა, ანუ უსაფრთხო ვინმე უფრო უსაფრთხოდ გზნობს დღეს თავს. უფრო მეტი მშვიდობის პერსპექტივა გვაქვს. აი ამ კონტექსტში მოდით გადავიდეთ კიდევ ერთ თემაზე, რომელიც უკვე ქართული წინააღმდეგ ოპოზიციის ბრძოლის ტაქტიკას შეეხება. ჯამში ჩანს, რომ არც ისე მარტივი აღმოჩნდა, მათ შორის ოპოზიციისთვის ქართულ ოცნებასთან ბრძოლა, თუმცა თქვენ აგრძელებთ, ბუნებრივია. ამ გზაზე კარგახანია ისმის ოპოზიციური სპექტრის ერთ მუშტად შეკვრის აუცილებლობის შესახებ განცხადებები და ერთი კითხვა ამ თემასაც მინდა დავუთმოთ, მით უფრო რომ თქვენი კოალიცია ერთ-ერთია, ვინც სწორედ ოპოზიციური ძალების გაერთიანების მნიშვნელობაზე საუბრობს. ასეთ რამეს ამბობენ გაერთიანების მოწინააღმდეგეები, მაგალითად კახარიას პარტიის წარმომადგენელი ბექა ლილუაშვილი. პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც საუბრობენ რაღაც გაერთიანებებზე, თავისი კოალიციებიც კი ეშლებათ. სუბიექტები გადიან, როგორ შეიძლება მათი წინადადება ჩვენ პრაგმატულ ნაბიჯად განვიხილოთ. არის თუ არა ლოგიკური ბექა ლილუაშვილის მიერ დასმული კითხვა, რა გაერთიანებაზეა საუბარი, როდესაც იგივე თქვენს კოალიციასაც პრობლემები აქვს. რამდენადაც ცნობილი გახდა ლევან ცუცქირიძის პარტიამ დაასრულა თქვენთან კოალიციური მუშაობა, ისე როგორც ანა დოლიძეც უფრო ასე ვთქვათ პარტიულ რეჟიმში აგრძელებს ახლა მუშაობას, ვიდრე კოალიციურ ფორმატში. კოალიციურ ფორმატში ამ მომენტში მე ვფიქრობ ვერც იმუშავებს ვერავინ, იმიტომ რომ კოალიციური ფორმატი კაფეოდ წინასაარჩევნო ელექტორალური კუთხით პროცესი იყო და ეხლა ჩვენ ვიბრძვით ყველანი არჩევის მისაღწევად, ხო? კიდევ ერთხელ, ამიტომ ეხლა ველზე ვერ ვიკამპანიებთ, მაგალითად მე და ანა დოლიძე, ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი და ჩემი მეგობარი, კარდაკარს ვერ გავაკეთებთ, ხო? ამ მომენტში და თუ ლევან ცუცქიძემ დაასრულა რაიმე ფორმაში მონაწილეობა, ეს არის პრობლემა, ეს რატო არის? თუ კი ასე სურთ ასე ხედავენ საკუთარი როდესაც ლევანი და მისი მეგობრები შემოგვერთეთ ორი სამი დღის დაფუძნებული მოძრაობა იყო პროგრამის, ხო? მათ თავისი ინტერესები შემოქონდეთ, რომ უფრო წონად პოლიტიკურ ძალად გადაიქცნენ, რაც ისინი არ ყოფილან, ხო? და პრობლემად რატო უყურებთ რამეს? მე ვიყავ დემოკრატიული პროცესის ნაწილად. ჩვენ ვართ მსხვილი გაერთიანება, რომელმაც მივიღეთ ამ ეგრეთ წოდებული არჩევითაც კი 183,000 ხმა ამ ეგრეთ წოდებული არჩევითაც კი, აი ჟონავდა და რაღაცა ყუთებში რომ საოცრებს ყრიდნენ, ხო? ამ არჩევნებშიც კი მივიღეთ ამდენი ხმა. ჩვენ ძალიან სოლიდური და მსხვილი ძალა ვართ, ერთობლივად კიდევ უფრო ვიზრდებით ბუნებრივია აი ამ რთულ ლანდშაფტშიც და რთულ გარემოშიც მათ შორის ვიზრდებით და ნებისმიერ დემოკრატიულ არჩევნებზე ბევრად უფრო მეტ ხმას დავდებთ ვიდრე ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე. რაც შეეხება ბატონ ლილუაშვილის განცხადებას, მე მგონია უბრალოდ რომ კახარიას პარტიას გააჩნია და მე არ მინდა ზოგადად ამ თემაში დიდად შესვლა, და არ მინდა რომ საუბრის საგნად ვაქციო შიდა ტაქტიკური თემები, მაგრამ მე მგონია უბრალოდ მათ გააჩნიათ საკუთარი ელექტორალური რეჟიმი, ისინი სამწუხაროდ არიან
ელექტორალურ წინასაარჩევნო მენტალობაში არიან და მე მგონი ნაკლებად აქვს დამწავს გააზრებული რომ არჩევნებისთვის თუ არ ვიბრძოლეთ ეგ მენტალობა დარჩებათ მენტალობად თუმცა თავისუფალი არჩევნების გარეშე და სახლში თუ გეკრება წინასაარჩევნო რეჟიმი ჩართული ბევრს ვერაფერს ვერ შეცვლის პოლიტიკაში ხო არჩევნები გჭირდება თავისუფალი სამართლიანი კარგი სწორი სადაც მე იკამპანია და თუ არჩევნები არ გაქვს და ჰიბრიდული რეჟიმი გაქვს რომელიც შენივე თავმჯდომარეს მათ შორის ფიზიკურად უსწორდება და ვერცხლს ესვრის ხო და თუ ეს რეჟიმი გეკრება ჩართული რაღაცა იმ კომპლექსით რომ არ იქა ის არ დამიძახონ ეს არ დამიძახო იმასთან არ დავდგე ამასთან არ დავდგე ჩვენ საერთოდ მიზანს ვერ მივაღწევთ არასწორ შემთხვევაში და თუ ვერ მივაღწევთ საერთოდ მიზანს სახლში რა რეჟიმი გეკრება ჩართული წინასაარჩევნო თუ ოსაარჩევნო მე მგონი არავისთვის არაფერს არ შეცვლის და ამ ქვეყანაში ამასობაში კონსოლიდირდება ძალიან ცუდი ტენდენციები რომელიც ეხლა არის კიდევ შედარებით ჩანასახოვან მდგომარეობაშია და ბევრად უარესი იქნება თუ ჩვენ ამ რეჟიმს არ გადავტეხავთ დროულად. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მინდა კოლეგებს მაგით ამარჩევდა მეტანალიზი ამიტომ ეს დაპირისპირება ჩემს ასის დაპირისპირება არ მინდა იყოს არანაირად უბრალოდ მინდა მოუწოდო მათ რომ დაინახონ სრული სურათი რომელშიც ჩვენ არ ვართ წინასაარჩევნო პერიოდში კლასიკური გაგებით რომელშიც მათ კამპანიას დავინახავთ რომ გასაგებია კამპანიობენ ხმებზე მუშაობენ ეხლა რაზე კამპანიობენ ეხლა მისაღწევი გვაქვს არჩევნები ყველას ერთად ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ რო ერთობაზე ამასაც დავამატებთ, ჩვენ ბახარიას პარტია შესაძლოა თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებოდეს. ხო, არ ვიცი, ეს მათი საქმე არის, მე დიდი იმედი მაქვს, მათ ყარი და სწორი პოზიციები ექნებათ. მაგრამ აი რა მინდა დავაზუსტო და ჩვენ პარტიაზე საუბრობთ ერთობაზე. ჩვენ კი არ საუბრობთ რომ გავერთიანდეთ ან ერთ სიაში, ან ერთ სტრუქტურაში. ჩვენ საუბრობთ კოორდინირებულ შრომაზე. რისი მაგალითით შევქმნით საგარეო გუნდმა პარტიების, ხო? ყველა კოალიციის საგარეო გუნდმა. ჩვენ შევქმნით ამის მაგალითი. ყოველდღიურად მუშაობთ. ერთად ეგ გახარიას პარტიაც არის ხოლმე უმეტეს შემთხვევაში ყველა ძირითად პროცესში ჩართული. ეგეთივე პროცესი გვჭირდება სხვადასხვა ფლანგებზე, ხო? შიდა პოლიტიკის საკითხებზე, გეგმარების და სხვა. საერთაშორისო ველზე ჩვენ მუშაობთ კოორდინირებულად და ერთობა ჩვენთვის, ძლიერი საქართველოსთვის ამას გულისხმობს და არა იმას, რომ ჩვენ ვაპირებთ რომელიღაც პარტიასთან ან პარტიულ ოჯახებთან ერთად საერთო სიებს და პარტიულ ასიმილაციას და შესვლას სადმე. არა, ერთობა არის კოორდინირება და ვინც ამაში არ იქნება ჯერ უნდა ჩართული, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის აქტიური მონაწილეობით, ის დააზიანებს საერთო პროცესს. გასაგებია. რამდენიმე წუთი დაგვრჩა და ბოლოს მოდით გავხსნით საქართველოს და მსოფლიო პოლიტიკასაც შევეხოთ, მით უფრო რომ უკრაინის საკითხი კვლავ ყურადღების ცენტრშია, მას შემდეგ რაც საუდის არაბეთში გამართულ აუდიენციაზე ამერიკულ და უკრაინულ მხარებს შორის შედგა შეთანხმება, ყველა ინტერესით ელოდა რა სიტყოდა აი ამ ცეცხლის 30 დღით პერიოდ 30 დღიანი ვადით შეწყვეტაზე პუტინი და აი გუშინ მოვისმინეთ კიდეც მისი განცხადება ვეთანხმებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას, რათა მსხვერპლი შეწყდეს, მაგრამ იმ ფაქტიდან გამოვდივართ, რომ ამ ცეცხლის შეწყვეტამ ხანგრძლივ მშვიდობამდე უნდა მიგვიყვანოს და ამ კრიზისის ძირეული მიზეზები უნდა აღმოფხვრას. ეს არის ყველაზე საინტერესო ესე თქვა ნაწილი პუტინის განცხადებიდან. თუ გაიგეთ რამე პუტინის განცხადებიდან ეთანხმება ცეცხლის შეწყვეტას თუ არ ეთანხმება, რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია. ერთი და თქვენ სწორად აღნიშნავთ, ყველაზე მთავარი მაგ განცხადებაში არის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის სურვილი. რატომ პუტინისთვის ძირეული მიზეზები კალებში? ხო, ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლური, ასე ვთქვათ, ევროატლანტიკური უსაფრთხოების სარტყელი მას არ უნდა მივახოლდეს ძალიან მარტივად. ეს არ არის ახალი. ეს ნიშნავს იმას, რომ მას სურს მასსა და პოლიტიკურ დასავლეთს, ამ შემთხვევაში უსაფრთხოების ქოლგას, ნატოს შორის იყოს ბუფერული ზონა. ეხლა ეს როგორ იქნება წაკითხული, როგორ იქნება ჩაშლილი არის მეორე საკითხი, მაგრამ არცებითად პუტინს სურს ის, რომ მას რეალურად ჰქონდეს გარკვეული ნეიტრალური საზღვარი მისი აზრით მტრისგან. ეხლა ბუნებრივია, აი მე ყოველთვის მეღიმება რომ ამბობ, რომ რუსეთი როგორც ძლევამოსილი სახელმწიფოა, როგორ კარგად გეგმავს, რუსეთმა შედეგად ამ ომისა რა მიიღო აი აქამდე, ხო? აი რა მიიღო? მიიღო ის, რომ წარმოიდგინეთ, აი ესე შევხედოთ, ხო, დაიწყო ომი შევარდა ფაშისტურად უკრაინაში. დაიწყო ომი იმისთვის, რომ იქ არ მიიღო თქვა ნატო, ხო? როგორც ამბობენ ზოგიერთი. სიმართლე ეს არაფერ კავშირში არ არის. ჩვენ მაგალითად ქართველებს არ ქონდა ნატოსაკენ სწრაფო გამოცხადებული საერთოდ, ხო? მაშინ როდესაც რუსეთმა ის გააკეთა, ჩვენთანაც გააკეთა, ხო? აი ეს მითი კიდევ ერთხელ დავამწვრიოთ. ნატოსადმი სწრაფო ჩვენ არ ქონდა განცხადებული, მაშინ როდესაც რუსეთის ფაშისტურმა პოლიტიკამ ადამიანები გამოდევნა საკუთარი სახლებიდან.
მაგრამ პუტინმა რა მიიღო შედეგად, რომ 1000-ზე მეტი კილომეტრი ახალი საზღვარი აქვს პირეთის სახით ნატოსთან. რომ პუტინი არ არის არანაირი ნიჭიერი სტრატეგოსი, ეს მით უნდა დაიმსხვერპლოს. რუსული არმია ნახეთ რომ არ არის ძლევამოსილი. ნახეთ რომ არის ძალიან საკმაოდ საშუალო გაწვრთნილი, თუმცა ეხლა დიდი პრაქტიკა მიიღეს, ეს უნდა გვახსოვდეს, პრაგმატულად, დიდი პრაქტიკა მიიღეს ომში. ჩვენ ნახეთ რომ მათი ეკიპირება, მათი მიწოდების ხაზი არ იყო გამართული და ნახეთ უბრალოდ ის ხო, ხორცაკების პრინციპით ადამიანების კონსკრიფცია გაწევა არის ერთ-ერთი უშუალოდ ცეცხლის შეწყვეტას რაც შეეხება, აი დონალდ ტრამპმა თქვა წუხელ ვლადიმერ პუტინმა ძალიან პერსპექტიული განცხადება გააკეთა, მაგრამ არ იყო სრული იმედი მაქვს რუსეთის სწორად მოიქცევა, რაც შეეხება ზელენსკის, მისი შეფასებით პუტინისგან ძალიან პროგნოზირებადი მანიპულაციური სიტყვები მოვისმინეთ. აი როგორ გაგრძელებას ელოდებით, რუსეთს მოუწევს საბოლოოდ დათმობაზე წასვლა თუ ფიქრობთ რომ აქეთ მეორე მხარეს მოუწევს რუსეთის პირობებზე დათანხმება? ხო, პირველი თქვენ ცოტა ხის იკითხეთ, რა შეიძლება ველოდეთ. არავინ არასდროს არ იცის, რას უნდა ელოდოთ, ეს პუტინია მეორე მხარეს. პუტინი რუსეთს აქვს საკუთარი რაციონალიზმი. ჩვეულებრივ რაციონალიზმი სტარჟდება საკუთარი რაციონალიზაციებით, რაციონალეებით მუშაობს. ამიტომ ძალიან უმადური საქმეა რაიმეს თქვა, ასეთ მყიფე მომენტში, რომ უბრალოდ არ ვიცით, რას უნდა ველოდეთ. ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოს ომის დროს იგი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ხელშეკრულების შემდეგ რუსეთი აგრძელებდა სამხედრო მოქმედებას და საქართველოს ტერიტორიის ხელყოფას და დაბომბვას, ამიტომ არაფერი განსაკუთრებული პუტინისგან, რომელიც არის ომის კრიმინალი, არ იქნება თუ ის განაგრძობს ახლაც ესკალაციას. მთავარი არის ის, რომ უკრაინა და უკრაინის ეროვნული ინტერესი იქნება გათვალისწინებული ნებისმიერ პოლიტიკურ შეთანხმებაში, რაც იქნება მიღწეული. მინერალებთან დაკავშირებით უკრაინას და ამერიკას აქვს უკვე, როგორც ვიცით, საერთო ურთიერთგაგება, მაგრამ ეხლა მთავარია რომ პოლიტიკური კუთხითაც უკრაინის ინტერესები იქნება გათვალისწინებული და ბოლოს ერთი მცირე რემარკა. ამ ყველაფერში სად არის საქართველო? კიდევ ერთხელ მინდა ვიკითხო. მაშინ როცა ახალი უსაფრთხოება იქნება, მაშინ როცა განურჩევლად იმისა, რომ ეს ამბავი როგორ დასრულდება, რა მოლაპარაკებით, რა პირობებით, ჩვენ ვიცით, რომ ევროპა იქნება უფრო ძლიერი მოთამაშე და მას მოუწევს მეტი ავტონომიური გადაწყვეტილების მიღება და საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი ესე იგი პასუხისმგებლობის აღება. და აი ამ დროს საქართველო ათმაგად უნდა მუშაობდეს ევროპასთან, რომ ამ ახალ არქიტექტურაში ჩაეწეროს და მართლა მშვიდობა, მართლა უსაფრთხოება და მართლა განვითარება მიიღოს. აი სად უნდა იყოს და სად არის საქართველო, ეს თემა უკვე გადაცემის სხვა გადაცემაში გავშალოთ. ახლა მადლობა მინდა გადაგიხადოთ.